დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრი და უფლებადამცველთა სამხრეთ კავკასიული ქსელი, რომელიც 30 ორგანიზაციას აერთიანებს საქართველოში, სომხეთში და აზერბაიჯანში, ვატარებთ აქციას. ჩვენ გამოვხატავთ პროტესტ იმასთან დაკავშირებით, რომ 2 დღის წინ უკანონოდ აქ ახალგაზრდები დააკავეს და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ზოგადად საქართველოში არის უკვე საგანგაშო სიგნალები გამოხატვის თავისუფლების დარღვევასთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ კანონის მიღებით, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შევიდა ძალაში და იკრძალება და იზღუდება გამოხატვის თავისუფლება საქართველოში, ეს შეიძლება ითქვას, რომ არის უკვე შორწასული პროცესი და საქართველოში გამოხატვის თავისუფლება სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. პოლიციელები და მოსამართლეები, რომელთაც თვითონ დაარღვიეს კანონი, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ არ იციან მათ მიერ მიღებული კანონი, იყვნენ დასჯილები. ეს არის მთავარი მოთხოვნები, რომელსაც ჩვენ უყენებთ საქართველოს პარლამენტს და საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენთან ჩამოვიდნენ ადამიანის უფლებათა დამცველები სომხეთიდან, ასევე საზღვარგარეთიდან, რომლებსაც ჰქონდათ სურვილი გამოეხატათ ერთის მხრივ სოლიდარობა და მეორეს მხრივ ზუსტად იმავე ადგილზე მოეწყოთ საპროტესტო მიტინგი, რა ადგილზედაც ეს ბავშვები იქნენ დაკავებული და აინტერესებთ რამდენად კანონი მოქმედებს თანაბრად ყველა ადამიანზე. ჩვენ აქ ვდგევართ უკვე 9 საათზე მეტია და ჯერჯერობით პოლიცია არ მოსულა. 23 ნოემბერს აქ ვიმყოფებოდი 3 ადამიანი, მე დაჩი საგურია და ირაკლი კორძაია. ეს არ იყო არანაირი მანიფესტაცია, ჩვენ უბრალოდ ველოდებოდით ტელეკომპანიის ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჯგუფს, ტელეკომპანია კონკრეტულად კავკასიის, აქ მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომელმაც დაგვაკავეს. ეს იყო რა თქმა უნდა უხეში კანონდარღვევა მათი მხრიდან, ვინაიდან ჩვენ მართლა არც ერთი მუხლი და არც ერთი კანონმდებლობა და არც კონსტიტუციის არც ერთი ნაწილი მით უმეტეს შეკრების და მანიფესტაციების არ დაგვირღვევია. ჩვენ დაგვაბრალეს შეკრების და მანიფესტაციების კანონის დარღვევა, კონკრეტულად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მათთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და ეს მანიფესტაციებთან არაფერ შუაში არ არის. ეს არის უბრალოდ წვრილმანი ხულიგნობა, ესეც არ იციან ამ გაუნათლებელმა იურიდიულად გაუნათლებელმა ადამიანებმა.